ქართველი სპორტსმენების მორიგი წარმატება ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს მე-11 მედალი მოეპოვა. ჰეიდარ ალიევის სახელობის არენაზე დღეს ძიუდოისტთა შორის პირველი საშეჯიბრო დღე გაიმართა. საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი ამჯერად ამირან პაპინაშვილმა მოუტანა. ნინო გაბელიას ჩავთავთ ახლა ბაქოდან. ნინო, გისმენთ. ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მე-11 მედალი ამირან პაპინაშვილმა მოუტანა. ჰეიდარ ალიევის სახელობის არენაზე დღეს ძიუდოისტებს ერთი წარმომადგენელი ყავდათ, ეს იყო ამირან პაპინაშვილმა, რომელმაც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. პაპინაშვილმა პირველი ორთაბრძოლა მოუგო ისრაელის წარმომადგენელს, ის შემდეგაც შემდეგი ბრძოლა წააგო ჰოლანდიელ ძიუდოისტთან. ამის შემდეგ ამირან პაპინაშვილმა გადაინაცვლა რეპეშაჟში, სადაც პირველი შეხვედრა გერმანელ ძიუდოისტს მოუგო. უკვე ფინალური ორთაბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის კი მან ესპანელ სპორტსმენს მოუგო. საკმაოდ ახალგაზრდა, თუმცა ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა მას ამ ბრძოლაში, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის, თუმცა ეს შეხვედრა იღბლიანი ამირან პაპინაშვილისთვის გამოდგა და სწორედ დღეს ჰეიდარ ალიევის სახელობის არენაზე ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ამირან პაპინაშვილმა დაიმსახურა. ოქროს მედლისთვის წამოვედი აქ, მაგრამ ისეთ სპორტსმენთან წავაგე, ისთანაც სამჯერ უნდა მოგებოდი. თან ტრავმაც იმოქმედა, იმიტომ რომ ოპერაცია გავუკეთე რამოდენიმე თვის წინ და მაინც ისეთ კარგ ფორმაში ვერ ვარ. მსოფლიო ჩემპიონატის უკეთესად ვიქნები. არენაზე საქართველოს სახელით ძიუდოისტთა ნაკრების კიდევ 6 წარმომადგენელი გამოვა, მათ შორის არის ორი ქალბატონი, ესენი გახლავთ ესტერ სტავი, საქართველოს საფეხბურთო ასპარეზზე ნინო ოძელაშვილი, ბაშა შარდაქუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ავთან ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი. გარდა იმისა, რომ სპორტსმენები ძიუდოისტები იბრძვიან ბაქოს პირველი ევროპული თამაშების მედლებისთვის, ეს შეჯიბრი გაიგივებულია ევროპის ჩემპიონატთან, რომელსაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია წელს ცალკე არ ატარებს. ეს მედალი დამატებული სტიმული იქნება ხვალდაზე მოშლავი ბიჭებისათვის და იმედი გვაქვს, რომ შედეგს კიდევ უფრო გავიგებთ. დღეს ასევე ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს სახელით იასპარეზა ქართველმა მოფარიკავემ თეოდორა კახიანმა, თუმცა მან ჯგუფურ ეტაპზე 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთის მოგება შეძლო და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, საქართველოს 11 მედალი აქვს და საერთო გუნდურ ჩათვლაში 27 ადგილზე იმყოფება, პირველ, მეორე და მესამე ადგილებს კი რუსეთი, აზერბაიჯანი და დიდი ბრიტანეთი იყოფენ. მადლობ ნინო, ეს იყო ნინო გაბელია და ჩართვა ბაქოდან, სადაც საქართველოს ევროპულ თამაშებზე უკვე მე-11 მედალი მიიღო.